მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ გირჩი ჯაფარას დაკავებას და საპატიმროში გაშვებას. ყველამ ვიცით უკვე, რომ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, არ გამოცხადა, შემდეგ შეუფარდეს გირაო, არ გადაიხადა და ამის გამო შეუფარდეს პატიმრობა. რატომ არ მივიდა გირჩი ჯაფარა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე და ზოგადად ნაცები რატომ არ მიდიან ამ კომისიაზე? ხო, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი. ეს ადამიანები რომ მივიდნენ ამ კომისიაზე, იქ მოუწევთ კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგი, ეს გადაიცემა პირდაპირ ეთერების საშუალებით და სრულიად საზოგადოება დაინახავს თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ეს არამზადები. სწორედ იმიტომ არ მიდიან ამ კომისიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხალხი რომ მართალი ხალხი იყოს და სიმართლე რომ ამათ მხარეს იყოს, აუცილებლად მივიდოდნენ ამ კომისიაზე, დაჯდებოდნენ და საჯაროდ თავის სიმართლეს მთელი ერის დასანახად იტყოდნენ და დაამტკიცებდნენ და სრულიად საქართველოს დაანახებდნენ, რომ მართალი ადამიანები არიან. ეს ადამიანები არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიაზე მისვლას და იქ დიალოგს გაურბიან, არამედ ზოგადად დიალოგს გაურბიან ეს ადამიანები და დიალოგი ეკრძალებათ. და რატომ? იმიტომ რომ ამ სამყაროში ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა მტყუარ მართლის გარჩევის ეს არის დიალოგი. ეს არის ის, რომ ორივე მხარე, რომელსაც ერთმანეთთან აქვს პრეტენზია, უნდა დაჯდეს და უნდა ერთმანეთს ესაუბროს და აი მესამე მხარემ უნდა მოისმინოს. და შესაბამისად აი აქ ჩნდება მტყუარ მართალი. სხვა გზა მტყუარ მართლის გარკვევის კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია და არ არსებობს ბუნებაში. შენ თუ ცალმხრივად უსმენ მხარეებს, ვერასოდეს ვერ გაიგებ რომელი მხარეა მართალი, თუ ორივე მხარეს ერთად არ მოусმენ. ასე რომ ეს ძალიან კარგად იციან ამ ნაბოზრებმა და შესაბამისად ამიტომ არის რომ გაურბიან დიალოგს ყველგან და საგამოძიებო კომისიაზე სწორედ ამიტომ არ გამოცხადდნენ. გავიხსენოთ ეს ყმადაღებული ვითომ რუსული კანონი, ხო, რომ ატეხეს ერთი ამბავი ამ ვითომ რუსულ კანონზე, გამოვიდა კობახიძე და ერთი სამჯერ მიმართა, რომ მოდითო დავჯდეთო და პუნქტობრივად და მუხლობრივად ტელევიზიების თანდასწრებით გავიაროთ ეს კანონი. რაზეც უარი განაცხადეს, ხო, არ მივიდნენ და ერჩივნათ, რომ ცალმხრივად თავიანთ ტელევიზიებში რაღაცები ეყაყანათ. ეს კანონი რომ მართლაც რუსული ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, პირველივე დაძახილზე მივიდოდნენ, დაუჯდებოდნენ პრემიერს და ვინც იქნებოდა, მიიტანდნენ ამ კანონს და ტელევიზიების თანდასწრებით სრულიად საქართველოს და ჩვენ საზოგადოებას გვანახებდნენ, რომ ეს კანონი არის ნამდვილად რუსული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და იქ რომ ვისულიყვნენ, ეს იქნებოდა მათი მხილება და ყველა კარგად დაინახავდა, რომ არიან მატყუარები. და ამიტომ არის, რომ არ მივიდნენ პრემიერის დაძახილზე და ზოგადად ამიტომ არის, რომ ეს ადამიანები დიალოგს გაურბიან და გადასული არიან ცალმხრივად ჩხუბის და რაღაცების დაბრალების და ყაყანის რეჟიმში და ამ საგამოძიებო კომისიაზე სწორედ ამიტომ არ ცხადდებიან და აქ არაფერ შუაში არ არის არალეგიტიმური პარლამენტი. ხო, ამ ახსნას ესე ხსნიან ეს ადამიანები, რომ იმიტომ არ მიდივართო, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. მათივე ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ადამიანები იგივეს იძახიან სასამართლოზე, რომ სასამართლო არ არსებობს ამ ქვეყანაში და ეს არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიდიან და ცხადდებიან სასამართლოში, ხო? მათივე ლოგიკა ერთმანეთს თავის-თავს ეწინააღმდეგებიან, ხო? ანუ თუ იძახი პარლამენტზე რომ არალეგიტიმურია და იმიტომ არ მიდივარ მათ დაძახილზე, იგივეს იძახი სასამართლოზე, რომ სასამართლო არ არსებობს და არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო, მაგრამ
მიუხედავად ამისა, მაინც მიდიხარ სასამართლოში და ცხადდება. ეს არის ორ პირობა თუ ორ ტრაკობა თუ არ ვიცი რა ქვია. მოკლედ აბსურდი, ჩვეულებრივი და ბოდვა, როგორც ყველაფერს ბოდავენ, იგივეს ამ სიტუაციაშიც არიან ბოდვის რეჟიმში გადასულები, რომ უკვე აღარ იციან რა ქნა. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რატომ არ იხდიან დირაოს ეს ადამიანები. ამათ ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმა, რომ გაკოტრდნენ თავიდან ბოლომდე და არა ყველა ბრძოლა წააგეს და თავისუფლებაზე ეს ადამიანები ვერანაირ შედეგს ვერ დადებენ, აი ამ ვერც არჩევნებზე, ვერც აქციების გზით და ვერანაირი გზით. შესაბამისად ცდილობენ, რომ ეს სიტუაცია გამოიყენონ სათავისოდ და გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი ძალიან მცირე სასჯელს ითვალისწინებს და 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ წავიდნენ საპატიმროში, რაღაცა წამებულის მანტია მოირგონ, რაღაცა გმირად შეფუთონ თავიანთი თავები და თავიანთ პატრონებსაც უფრო მეტი სალაპარაკო მისცენ, რომ ატეხონ ერთი ამბავი, რომ აი პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს იჭერენ და ამდენი ხალხი დაიჭირეს. ერთადერთი აი ამ მიზეზით და ამ მიზნის გამო ეს ადამიანები არ იხდიან გირაოს და ურჩევნიათ, რომ წავიდნენ საპატიმროებში. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა ჯაფარასთან დაკავშირებით და ზოგადად აი ამ არამზადა ოპოზიციის და არამზადა ნაცებთან დაკავშირებით, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავიდან ბოლომდე გაკოტრებული არიან პოლიტიკური თვალსაზრისით და ურჩევნიათ, რომ წავიდნენ ცოტა ხნით საპატიმროებში და იქნება ამით რაღაცა პოლიტიკური ქულები დაიწერონ და იქნება ამით გაიცოცხლონ თავიანთი თავები პოლიტიკურად. ეს არის და ეს და სხვა მიზეზი არ არსებობს, რა მიზეზის გამოც ეს ადამიანები ამ გირაოს არ იხდიან, ან რატომ არ მიდიან საგამოძიებო კომისიაზე და ზოგადად რატომ გაურბიან დიალოგს, აი ამის მიზეზი მე შევეცადე მოკლედ ამიხსნა და გამგები გაიგებდა. ეს არის რისი თქმაც მინდოდა დირჩი ჯაფარასთან და ზოგადად ამ არამზადებთან დაკავშირებით.